ამიდის პროგნოზი. ინტერნეტის ამბები, სპორტის სიახლეები, თბილისის პრესა, თანამედროვე ქართველი ავტორები, საბავშვო ლიტერატურული კრებულის პროექტზე მუშაობა. მაღვიძარა სტუმრები, პოეტები მარიამ ციკლაური და ვასილ გულეული. ანსამბლი გორდელა. მაღვიძარა, გაიღვიძეთ. მაღვიძარა პირდაპირ ეთერშია და ახლა სპორტის სიახლეებს ირაკლი შავლიაშვილი გაგაცნობთ. ირაკლი, რამე არის ახალი? მოგესალმებით. მეორე ნაწილში ფეხბურთის და კალათბურთის სიახლეებს შემოგთავაზებთ. ლოს-ანჯელეს ლეიკერს მიმდინარე ჩემპიონატში პრობლემები არ ელევა. ჰოვარდის ტრავმის შემდეგ დაზიანება ბრაიანტმაც მიიღო, მაგრამ კალათბურთელი თამაშს მაინც შეძლებს. უეინ რუნიმ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვოს. ინგლისური გაზეთების ცნობით ფორვარდის ფასი 20 მილიონი ფუნტით განისაზღვრება. ადიდასმა მესისთვის ახალი ბუცი ადიზერო F50 დაამზადა. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში არგენტინელმა საკუთარი გამოფენა გალერეა გახსნა. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ყოფილი მწვრთნელი ფილ ჯექსონი კალიფორნიულ კლუბს არ ივიწყებს და პენსიაში მყოფით ცდილობს ყოფილი შეგირდების დახმარებას. ლეიკერსის პრესის ცნობით ფილი გუნდის ცენტრ დუაიტ ჰოვარდს რჩევებს აძლევს. დიახ, ფილი მხარს მიჭერს და სასარგებლო რჩევებს მაძლევს. მან კარგად იცის რა მდგომარეობაშია კალათბურთელი, რომელსაც ზურგზე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯექსონმა მითხრა, რომ სრულად აღდგენისთვის დაახლოებით 1 წელი მჭირდება, ასე რომ ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. თავად ფილმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა დაახლოებით 2 წლის წინ დაასრულა, განაცხადა, რომ ამ სეზონში დუაიტის სუსტი თამაში არა გადატანილი ტრამვის შედეგებს, არამედ ამჟამინდელი მწვრთნელის მაიკ დენტონის სათამაშო სისტემასთან შეუთავსებლობას უკავშირდება. ლეიკერსის ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ იდაყვის ტრავმა თამაშის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. ბრაიანტმა დაზიანება 2 დღის წინ ოკლაჰომასთან მატჩი მიიღო, რომელშიც კალიფორნიელთა ლიდერმა 30 ქულა დააგროვა, მაგრამ მისმა გუნდმა 105-122 წააგო. ყოველ ჯერზე, როცა იდაყში ხელის მოხრას ან გაშლას ვძილობ, ტკივილს გრძნობ. თამაშს გავაგრძელებ, რადგან სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის დრო მოვიდა. ლეიკერსის ბანაკიდან გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია გუნდის ესპანელ ლეგიონერს პოლ გაზოლს უკავშირდება. კალათბურთელს იმედი აქვს, რომ სულ მალე ექიმებისგან მოედანზე გასვლის ნებართვას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ პაუმ კუნთის ტრავმა თებერვლის დასაწყისში მიიღო. თავდაპირველად ექიმებს კუნთის გაწყვეტაზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ გასოლი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. ამ სეზონში ესპანელი საშუალოდ 13 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს. ინგლისური პრესის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა თავდამსხმელ უეინ რუნის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. 5 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი რეალის წინააღმდეგ რუნი სათადარიქოთა სკამზე იჯდა. თავდასხმის ხაზში მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უპირატესობა რობინ ვან პერსისა და დენი ველბეკის წყვილს მიანიჭა. მართალია, მოგვიანებით რუნი მოედანზე გამოჩნდა, მაგრამ ამან წითელი ეშმაკები მარცხისგან ვეღარ იხსნა. მეორე დღეს ბრიტანულ გაზეთებში გამოჩნდა სათაურები, რომელთა თანახმად რუნი გუნდს სავარაუდოდ მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება. დეილი ტელეგრაფისა და დეილი მეილის ცნობით 27 წლის ფორვარდის ფასი 20 მილიონი ფუნტით განისაზღვრება. თუმცა მისი მსურველები შესაძლოა ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა დააფრთხოს. ინგლისელი ფორვარდი კვირაში დაახლოებით 300,000 ფუნტს იღებს. ესპანურ ტელევიზიებში საინტერესო ვიდეო გავრცელდა. სევილია სელტას შეხვედრისას სტუმართა ფეხბურთელი ენრიკე დე ლუკასი ლუდს სვამს. ეს ეპიზოდი პირველი ტაიმის ბოლოს იყო, ხოლო 74 წუთზე დე ლუკასი შეცვლაზე შევიდა. სელტას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ დე ლუკასი არა ლუდს, არამედ ენერგიის მოსამატებელ სითხეს სვავდა. ასე რომ კატეგორიულად უარყოფ, თითქოს ეს ლუდი ყოფილიყო. FIFA-ს კომისია ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობის ტემპით შეშფოთებულია. გეგმით წლეულს აპრილში ყველა არენა მზად უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ივნისში ბრაზილიაში კონფედერაციათა თასის გათამაშებაა დაგეგმილი, რომელიც მუნდიალის წინ გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს. 4 შაბათს რიო-დე-ჟანეიროში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ლეგენდარული მარაკანა ლამის წყლით გაავსო და სწორედ ამიტომ FIFA-ს საინსპექციო შემოწმება გაურკვეველი ვადით გადაიდო. რიოს თავკაცები აცხადებენ, რომ დატბორვის მიუხედავად სტადიონი
სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. FIFA-ს ჩინოვნიკები ამბობენ, რომ გეგმის მიხედვით მარაკანა შარშან დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ. მარაკანას სტადიონი 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ააშენეს და შემდეგ რამდენჯერმე ჩაუტარეს რეკონსტრუქცია. მშენებლობა 2010-ში დაიწყო და ჯამში 457 მილიონი დოლარი დაჯდა. წესით ახალი მარაკანა 2 ივნის ბრაზილია-ინგლისის ამხანაგური მატჩით უნდა გაიხსნას. ბარსელონაში სასტუმრო Onyx Rambla-ში Adidas-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ლეო მესიმ საკუთარი გამოფენა გალერეა გახსნა. არგენტინელმა თავისი 4 ოქროს ბურთი მაისურები და რაც მთავარია ახალი ექსკლუზიური ბუცები Adizero F50 წარმოადგინა, რომელიც მისი რეკომენდაციით ყოფილა შექმნილი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მილანთან ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზეც ისაუბრა. შეგახსენებთ 20 თებერვალს მილანმა შინ 2-0 დაამარცხა ბარსელონა. საპასუხო მატჩი 12 მარტს Camp Nou-ზე გაიმართება. იტალიელებს კარგი მცველები ყავთ და ეს ყველა მოწინააღმდეგისთვის პრობლემაა, მაგრამ თუ მათ მოგვიგეს, ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკეთება. მთავარია მეტად კონცენტრირებულნი გავიდეთ მინდორზე. ვფიქრობ 0-2-ის გაქვითვა რეალურია. ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ძველებურად საუკეთესოები ვართ. Lo fundamental, lo más importante y 25 წლის ფორვარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კარიერას არა ბარსელონაში, არამედ Newell's Old Boys-ში დაასრულებს. espero que sí, como dije recién. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ ფეხბურთს, მაგრამ ერთი შემიძლია ყველას უთხრა. მე დავბრუნდები სამშობლოში და კარიერას აუცილებლად Newell's Old Boys-ში დავამთავრებ. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ძალიან მსურს კარიერა მშობლიურ გარემოში დავასრულო. Va a ser un año. შეგახსენებთ, რომ მესი 1995-2000 წლებში Newell's Old Boys-ში ირიცხებოდა. არგენტინელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ეს ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტის სიახლეები იყო მე ორშაბათამდე გემშვიდობებით. მაგვიძარაში ისევ ამინდის დროა. გავიგოთ ერთად რა ამინდი გველოდება. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით 10 ღამით -1. ქუთაისში ასევე უნალექო ამინდია. დღისით 18 + 18 ღამით 6. ფოთშიც ასევე უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით 16 ღამით 9. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. დღისით 15 ღამით 8. სოხუმშიც ასევე უნალექო ამინდია ნავარაუდები. დღისით 13 ღამით 8. გუდაურში ისევ თოვს. დღისით 2 ღამით -7. გორში მზიანი ამინდი გელოდება. დღისით 9 ღამით -4. თელავშიც ასევე მზიანი ამინდია. დღისით 10 ღამით -3. აი ესეთი ამინდი გველოდება 8 მარტს და ამ და სხვა ქალაქებს კიდევ ერთხელ კარგად გადაავლეთ თვალი. მაგვიძარა პირდაპირ ეთერშია. გამოცემლობა საუნჯემ თანამედროვე ქართული საბავშვო მწერლების ნაწარმოებები ერთ პროექტში გაერთიანა, რომელსაც ბიბას წიგნები ჰქვია. უკვე 10 წიგნი დაიბეჭდა, ხოლო 20-ზე მეტი დასაბეჭდადაა გამზადებული. ხა სხვადასხვა ტიპის წერლები არიან და თავისთავად ხა ჩემი ნახატებიც ამასთან დაკავშირებით წიგნის ტიპის მიხედვით კეთდება.
მუშაობს სხვადასხვა მასალაში, გააჩნია რა ტიპის ნაწარმოებია, აი როგორ და ასაკობრივ მასაც აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ბავშვია. ხო, ხა პატარებისთვის ფერადია საინტერესო, ძალიან ფერადიც. ნუ ცოტა საშუალო და ცოტა უფროსებისათვის გრაფიკაში მუშაობ. პროექტში შესულია როგორც ცნობილი ავტორები, ასევე ახალბედა დამწყები მწერლები და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში ზოგადად და სასიხარულოა ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვის, როგორც ავტორებისთვის, რომ ახალი წიგნები დაიბადა ჩვენი. რაც შეეხება ჩემ წიგნს, ის არის ხელნაკეთის ზღაპრები, ჩემთვის განსაკუთრებული, იმიტომ რომ მე მგონი პირველი შემთხვევა რომ გაკეთდა ხელნაკეთი ილუსტრაციებით. ჩემმა მეგობარმა, ხატორმა ივეტა ჩხიკვაძემ ეს ყველაფერი ნარჩენებით მუყაოთი, ქსოვილებით, ღილებით, ანუ ყველაფერი იმით, რაც შეიძლება სახლში ყველას მოეპოვება, შექმნა არაჩვეულებრივი ილუსტრაციები. და დატვირთვა სწორედ ის არის, რომ ბავშვი როცა გადაშლის ილუსტრაციებს ნახავს, გაუჩნდება სურვილი, რომ ხელში მაკრატელი აიღოს და რაღაც გააკეთოს და პარალელურად და ზღაპრებია, 12 ზღაპარია შესული და ვფიქრობ, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონება. ჩვენ სტუმრები ვყავს ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მარიამ ციკლაური და ასევე პოეტი და პოეტი ვასილ გულეური. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მადლობა რომ მოგვიწვიეთ და საბავშვო წიგნს უთმობთ დროს. საკუთარ ორიგინალურია ბიბას წიგნების სახელწოდება, როგორც ვიცი, ასე იშიფრება ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის. და როგორც ვიცი, გარდა ამისა, თითოეულ წიგნს ასაკსაც უთითებთ. ეს არის ამ პროექტის სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ამ პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი სიახლე, რომ ასაკი მიუთითოთ და აი თქვა თუნდაც მშობელმა ადვილად მიაგნოს განსაზღვრული ასაკისათვის წიგნს. აი უკან აქვს ესეთი ნიშნული ასაკის და აქ შეიძლება, ნუ კონკრეტულად ეს წიგნი 3-დან 6 წლამდეა განსაზღვრული, მაგრამ აწერია, ხო, სხვადასხვა. ზეგნად ვეხმარებით მშობლებს და ვეხმარებით პატარებს. და რა კრიტერიუმებით ხდება ნაწარმოებების შერჩევა? ვიცი რომ გრაფიკაზე ვისაუბრეთ, აქ იყო სიუჟეტში ნათქვამი, რომ თქვათ უფრო დატვირთულია ასაკობრივი ზრდის შემდეგ. ლიტერატურის შერჩევა ეხლა რომ თქვათ დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ დიდი მადლობა ყველას მწერლები იქნებიან თუ ილუსტრატორები, ვინც მონაწილეობს ამ პროექტში და დიდი მადლობა გამომცემლობა საუნჯეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. გამომცემელს გადააწყვეტინო, მიაღებინო ესეთი დადებითი გადაწყვეტილება, რომ ერთ პროექტში მოაქციოს თანამედროვე სხვადასხვა თაობის ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოები. გარკვეული რისკებთან ეს არის დამოკიდებული, დაკავშირებული, მაგრამ აი შერჩევის დროს გვაქვს არჩევანიც, მოდი ასე ვთქვათ, ბევრი ნაწარმოები იქმნება. თავისთავად ამ პროექტში შეირჩევა და ვცდილობთ შეირჩეს უკეთესთა შორის უკეთესი, იყოს ასაკობრივად ფართო სპექტრი, დაწყებული ვთქვათ 3 წლიდან 12 წელი და ცოტა ზევითაც და ასე რომ ჟანრობრივად შეზღუდულები არ ვართ, ეს იქნება პროზა, იქნება პოეზია, იქნება ფოლკლორული შემეცნებითი ხასიათის ტექსტები, სახალისო გამოცანები, თუ ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ბავშვს ჭირდება. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ზოგადად უფროსი თაობის მკითხველი ბავშვს საკითხავ ლიტერატურას ურჩევს, ძირითადად იმას თავაზობს, რაც თავად ახსოვს და უყვარსო. რამდენად არის ინტერესი ახალგაზრდა მწერლებისადმი და აი ხომ არ ძნელი ხომ არ გეჩვენებათ კონკურენცია გაუწიოთ უკვე კარგად ნაცნობ მწერლებს. არამც თუ უკვე კარგად ნაცნობს. დღეს ქართული ბაზარი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის წიგნის ბაზარი, არის ფართო საკონკურენციო სპექტრით წარმოდგენილი და კონკურენციას შენ უწევ არა მხოლოდ შენი ქვეყნის მწერლებს და მათთან გიწევს უფრო სწორად რაღაც შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, ურთიერთობებით და რაღაცის შენი ახალის შექმნის პროცესში ხარ ჩართული, არამედ მთელ მსოფლიოს ბაზარზე, მთელი მსოფლიოს მწერლებთან ხარ ასე, იმიტომ რომ საუკეთესო ნაწარმოებები ითარგმნება, გაზრდილია ეს საგამომცემლო საქმიანობა ჩვენ და საბედნიეროდ ძალიან და ქართველი მწერალი აღმოჩენილი არის ცოტა ისეთ, ხო იცით, ჩვენ სიტყვა საუცხო რაღაც ისე მივაგებთ პატივს, ასეც უნდა იყოს, ისეთი ქვეყანა ვართ, რომ კულტურული ურთიერთობები მით უფრო ლიტერატურის სფეროში რაღაცა ვცდილობთ, რომ ტრადიციულადაც და ახლაც გქონდეს ფართო და უწევს რა თქმა უნდა კონკურენციას, საკმაოდ რთულია, რომ რაღაც ისეთი შექმნა, რომ თანამედროვე მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდეს, რაღაცა
რაღაცა თანამედროვე ბავშვებს აი მათი რაღაცა მსოფლმხედველობის თქვათ და იმ შესაბამისად ყველაფერს აწვდიდე, იყო საინტერესო ტექსტი, სახალისო, მაგრამ რაღაცნაირად ამას ახერხებს ქართველი მწერლები და ისე რომ ვასო, ერთ-ერთი ავტორი ხარ, რომელიც მოხვდა ამ პროექტში. რა მოთხოვნები აქვს პატარა, საკმაოდ კრიტიკულები არიან და სიკეთის, თქვათ, ბოროტებაზე სიკეთის ძლევა ისევ აქტუალურია თუ აი რა ტენდენციებია თუ შეიძლება ასე ითქვას ქართულ პოეზიაში, საბავშვოში. საბავშვო ლიტერატურაში.